კალათბურთი იყო ესეთი 1 სექტემბერს საქართველოს-რუსეთის თამაშზე, წინათ ხით უნდა წასულიყავი, მაგრამ ვერ მოხერხდა ჩემი წასვლა. და სხვადასხვა მერაბ ჭიქაშვილი რომელიც აქ იყო, ის იყო კლაიპედაში ჩასული და მეთქი მერაბ ხვალ ჩამოვალთქო, თამაში თქო. დილის 7 საათი იყო, როცა მატარებელს ამ ტელეფონი ტელეგრამი გათიშვილი მქონდა მეგობრის მანქანაში დამჭა. სალამამ დილის ტელეფონი მომაწოდა, მატარებელში შევედი და დაძრული მატარებელი გააჩერეს. აი თუ გატყუებდეთ ერთი შვილი მყავს და მის თავს გეფიცები. ამოვიდა 2 პოლიციელი ფორმით და ერთი ასე რომ ვთქვათ უფორმოდ. მიანიშნა, ანუ არ მინდა ხარ რუსულად ვისაუბრო, აქ რუსულად პირდაპირ რუსულად მომართეს, თუ შეიძლება გამოვძანდით თუ მატარებელი, გავედი. თქვენი საბუთებიო, ანახე საბუთები, ისაო რა ქვია, უნდა შეგამოწოთ რომ რეგულარულად ცხოვრობთ თუ არა აქ. მეთქი მაგ უფლება მეთქი ესე პოლიტიკურად ვარ, მეთქი შეიძლება სტატუსი არ მოუწიეთ, მაგრამ აქ ცხოვრების უფლება მაგ. არა ეს ყველაფერი უნდა შევამოწოთ, ყალბიერი თუ არ არის. ჩანს ეს რაღაც მანქანაში, ანუ ლიტვაზე ვსაუბრობ, რომელიც ნატოშია და ევროკავშირშიც არის და დღეს რაღაცას ჩვენ გვმოძრავს რა. მაშინ დალეგრიბოვსკაიტე იყო მათი ხელმძღვანელი, ასე ვთქვათ, პრემიერ-მინისტრი თუ პრეზიდენტი და ელჩი იყო ქერდიყოშვილი ჩვენი საქართველოსთან. მოვიდა 2 მანქანა, წამოძალითო პროკურატურაში და წაიყვანო თუ წამოყვანეს. ეს კლაიპედაში ხდება თუ ვილნიუსში ხდება? ვილნიუსში ჯერ სანამ წახვალთ, დიახ. თვითონ იმასთან სალამ კლაიპედაში წავალ ხო არ არ იმასკეს და მეთქი ოთხარი მატარებელი არა უშავსო დაგელოდებოდა ნუ მატარებელი დამელოდებოდა მატარებელი დაიძრა წამიყვანეს პროკურატურაში და წამიყენეს ბრალი ღონისძიებების ჩაშლა დარბაზის აფეთქებაო მეთქი რა დარბაზი რის დარბაზი მეთქი კიო შენ ხო რუსების წინააღმდეგ ხარო ქართველი რო ხარ მეთქი საქართველოში რუსეთის აგენტი ვარ აქ რუსების წინააღმდეგ ვარ მეთქი რა ხდება ნუ დაურეკე ჩემს ადვოკატს უთხარი რომ მეთქი გარგალიტა ერქვა ამ მეთქი ესე და ესე მეთქი დამიჭირდეს და მეთქი ბრალი წამიყენეს დარბაზის აფეთქება და რაღაც მიშაო 1 სექტემბერია ბავშვი მყავსო სკოლაშიო და მოვალო არის ნერვიულო ნუ ესე სხვადასხვა პროკურატურაში ეს ადამიანები მეუბნებიან რომ წამოწექიო არ არისო პრობლემა თუ გეძინებაო დაიძინეო და მეთქი რა დავაძინებს ტერორისტულის წამიყენეთ თქო რა და ნუ მოკლედ მოვიდა ეს ჩემი ადვოკატი ეს ადვოკატი მეუბნება რომ მე ჩემი ყოფილი ქმარიო სამთავრობო იმაში მუშაობსო და არის ნერვიულო გაგიშვებენო და მეთქი როგორ გამიშვებენ ესეთ მუხლით როგორ გამიშვებენ არაო რაღაცა ხდებაო და ნუ ერთად უყურეთ საქართველოს რუსეთის ნაკრების კალათბურთის თამაშს 2011 წელს დამთავრდა თამაში და ჩემი საბუთი მომწეს და პირდაპირ ესე მითხრეს იქო 2 მიშაო არ უნდა ყოფილიყო ერთადო რა ანუ ჩემზე და მიხეილ სააკაშვილზე იყო საუბარი და სადაც გვინდა გიჩივლეო ასე რომ თქვა